სალამი მეგობრებო, მე თაიფუნი ვარ. მეგობრებო, ყველა სახალხეში გულითადი სალამი, პატივისცემა და სიყვარული. გუში ღამით კარგი თავსხმა წვიმა იყო, მეგობრებო. ალბათ თურქეთის ყველა კუთხეში თავსხმა წვიმაა. ასე ვნახე ახალ ამბებში. ძმაო, წვიმა რო არ ყოფილიყო. წვიმა კურთხევაა, წვიმა კეთილდღეობაა, წვიმა სიმშვიდეა. ეხლა როცა ამიდი ცოტა დამშვიდდა, ვიფიქრეთ თქვენთვის ვიდეო ჩამეწერა. ამ ბოლო დროს ბევრ ვიდეოს თვითთავთ და ვთქვი, მოდი ეს ტრადიცია არ დავარღვიოთ. დღეს კარლოს გაჩვენებთ. იცით, ბოლოს გითხარით, კარლოსი ავად გახდა მეთქი. მას შემდეგ აღარ გამომიჩენია თქვენთვის. აჰა, ნახეთ ვინები მოვიდნენ. ბონჯუკ, ოხვედი ბონჯუკ. ასი, ნუ ეხები მათ, ნახოთ. ნუ ეხები მათ. შვილო, საკმარისია ესე ბევრი სეირნობა. მოიცადე, ისინი შიგნით არ შევდივართ, მოიცადე, კარს გაგიღებთ. კარგი ექტორ, ნუ ყვირი. მოიცადე, ისინი გარეთ გავიყვანოთ, მოდი. მოდი ბონჯუკ, მოდი. ბონჯუკ, მოდი. მოდი. არა, ისინი შიგნით შემოსვლა არ უნდა, შენ შედი შვილო. ამუქი, შენც მოდი. კარამელი, მოდი. მოდი დღეს. ბონჯუკი. ბონჯუკი დარჩეს მასში გარეთ. ბონჯუკი თასმას ჭამს. ბონჯუკი. რა ხარ შენ, შესაყვარელო? რას ვამბობდი, კარლოს დღეს თუ გმერთმა ინება გაჩვენებთ. ჩვენი კარლოს ბაბა მეგობრებო, ავადმყოფობის გამო ძალიან დასუსტა. უფრო ადრე წინა მდგომარეობაში საკმაოდ ჩამოშლილი იყო, ეხლა ცოტა მეტი წონა მოიმატა, მალე ნახავთ. ექტურ ბაბა, რა ხდება შენთან? რა ხდება შვილო? კარლოს რო ვახსენებ, ბრაზდები, კარლოსი საერთოდ არ უყვარს მას. კარლოსი და ეგ ერთმანეთის მტრები არიან. ორივე მამრია. ორივე მამაციკაცია. ორივეს ერთმანეთის საერთოდ არ უყვარს. რატო? კარლოსის თავდაჯერებულობას დიდი ხანი არ შემიმოწმებია. ამ ვიდეოში ამასაც ვცდით. ნახოთ, დაავადება მიმოქმედა თუ არა მასზე. რაიმე პრობლემა ხომ არ არის? ამასაც ვნახავთ. ხო, დაავადებამ დაგვარტყა. უნდა არ უნდა ცხოველი ძალიან დასუსტა, მეგობრებო. ანუ როგორც იცით, კარლოს ძვლები ეთყობოდა. ხო, რადგან ბევრნი არიან, ერთ თუ შეეყრება, ყველას ედება. მაგრამ კარლოს როგორ შეეყარა ის დაავადება, ვერ ხვდები. კარლოსი ბაზის მეორე ბოლოში იყო, როგორ მოხდა, როგორ დასუნდა, არ ვიცი. იშბლის ამბავია, მეც ვეღარაფერს ვიზამთ. კარგი შვილო, ექტურ. დამშვიდი. რატო ესხმითავს ბონჯუკს? არა, დამშვიდი ექტურ მამა. ჭკვიანად იყავი ბონჯუკს არაფერი შვილო. ბონჯუკს არაფერი უთხრაგთ, ხო? ისიც ამბაღი შვილია. ბონჯუკი მოიყვანე, ნახე. ბონჯუკსაც ეხა შიგნით შესვლა უნდა. ბონჯუკი. ბონჯუკმა აპოლონი ცოტა შეაშინა, მეგობრებო. მეც სახში ვუყურებდი ამას ფანჯრიდან. მე ხო ამ ბაღში გამოვუშვი. მივიდა და აპოლოს ქით დაარტყა. აპოლონი შიშისგან თავის ბუდეში შევიდა. ბონჯუკი შეეშინდა. მოდი ბონჯუკი. გადადი შვილო, გადადი. მოდი ბონჯუკი. მოდი შენც ფისიხას შვილო. არა უშავს ბონჯუკი გარეთ გაერთოს. მასაც კარლოს გავაცნობთ. ნახე ეხლა ფისტაშკას ეძგერება. უკნიდანონ ჩხლეთს ბონჯუკი ნერვიულობს. ნახე მოდი. მოდი ბიჭო. ბიჭო. ეს გაიზარდა მაინც. როცა გაიზრდება ალბათ ძალიან რქიანი იქნება. გითხრათ რამე? ნახე. მოდი ბიჭო აქ. შეშლილი. ჩემი ლომი ხარ. ეხლა დიდი ხანი 100 არ გამიშვია. მოდით ამ 100-ას გავუშვათ. ანატოლიის ნამდვილი შვილია. მოდი. თან მაინტერესებს 100-ას თხები გარეთ რამეს გააკეთებენ თუ არა. 100-ია ჩემი გოგო. მოდი ვნახოთ. იმედია არავინ იბოდიალებს. ისიც სინამდვილეში კარმოს ბაბას მტერია. კარლოსთანაც ვერ თახდება. ალბათ კარლოსისგან შორს დარჩება. 100-ას შეხედე ერთი. მაშალა, ჩემი ლომი გოგო. ანატოლიის ლომი. მაშალა გოგო. არა, ბონჯუკს არაფერი უთხრა, ნახე. მაშალა გოგო. მოდი 100-ია, მოდი. მოდი ლამაზო, აქ მოდი. ეხლა გავუშვი გვერდით. ცოტა იაროს, ნახოთ. ენერგია რო დახარჯოს. კარგი მეგობრებო. მოდი ჩვენც აქედან კარლოსთან წავიდეთ. მაზლუმ ბაბაც გაჩვენოთ მინდა. მისი მდგომარეობაც ნახეთ. ამ დროს ვიდეოებს როგორც YouTube-ზე, ჩემს არხზე, ტაიფუნ დემილჯიზე, ასევე Pitbull ALS TV-ს არხზე ვაზიარებ, მეგობრებო. ორივეს გამოიწერეთ, შეტყობინებები ჩართეთ, ორივე არხიდან ვიდეოები გამოდის, ტაიფუნ დემილჯი და Pitbull ALS TV. მალე მისალმებებსაც წავიკითხავ. იცოდეთ, ცვიმამ რო დაიწყო, ყველგან ტალახი გახდა ძმაო. ეს ღიობი ხომ იცი? ყველგან ტალახი და წყალი იყო, ყველგან საშინლად იყო. სხვა გზა არ არის. ზეინა! დედე გადავიღო. დედე იქ ჩავკეტე, გუშინდრიდან არ გამიშვია. უთხარი იქ დარჩეს. თხებს აწუხებს. ჭყვი დამშლის. მედუზა! როგორ ხარ ლამაზო? კიდევ ნუ უყურებ. არხზე ახლად მოსულებისთვის ვამბობ, მოდი.
აქ გარეთ ცივა, მაგრამ შიგნით დიდი ოთახები აქვთ, მეგობრებო. ბაღის ნაწილი მხოლოდ წვიმის გამო გაცივდა. გაიგეთ? მაზლუმ! კარაუშავს. მაზლუმი თავისი ოთახიდან არ გამოდის. მოდით კარლოსთან მივიდეთ, მეგობრებო. კარლოს! გადაიღე აბა ჩემი ლომი. ქვეყანამ ლომი ნახოს. სად არის ჩემი ლომი შვილო? მაშალა მას. ქარიზმა ანადოლუს. იტალიელის ნამდვილი შვილია. ხედავ ამ კაცის ქარიზმას. გადაიღე ვანდამიც, ნახე. იქ საბელი ჩამოკიდე, მაზლუმის საბელი. ისის გიჟია, იქ მასზე კიდია. აი ჩამოვარდა კიდეც ქვემოთ. ვანდამ! დაუშვი ეგ საბელი. მაზლუმისა ეგ. მოდი ძმაო, მოდი, ეგ საბელი გამოვართოთ, ეგ საბელი ძვირია. მაზლუმის საბელი არ დააზიანოს. მოიცადე, კარლოსი მოდის შენთან, მალე მოიცადე. ვანდამ! მოიცა, გააწყვიტა ბიჭო. მომეცი ბიჭო, მამა. გაუშვი ბიჭო. გაჩერდი. ბიჭო, გიჟი ხარ, რატო დახიე საკელური, სულ გაგიჟდი, ა? შეხედე ამას. ზემოდან კარგად დაინახა საკელური. მერე საკიდად იყენებს გიჟია რა. მოიცადე ბიჭო. მოიცადე. ღმერთო. ალა. ხელი გვეძინება. ნახე, ესე იგი, როცა რაღაც იბლოკება, ძალიან ბრაზდება ეხლა. ხელში ეს რო დაინახა. ნახე. არა. გონება კონდე შვილო. წადი უკან გადადი. ნახო, ჯაჭვი მოკლია. მოდი ეს აქედან ავიღოთ. მაზნუმ ბაბას საკელური გაუწყვიტა. ბიჟი არაფერზე არ წვება? ეს არც კი მომსულია თავში რო იქ რამას ჩამოკიდებდა. ბედისთვის, აი ესე. მეგობრებო, იცით, თქვენ გიგზავნით სალამს. დღეს ჩვენი სალამი სამ ადამიანს მიეწოდება. საკარიადან ოსმანმერდ გუზელოღლუს აქედან სალამი. სტამბოლიდან უღურს აქედან სალამი. ადანადან ფათიხაიაზლას აქედან სალამი. მომდევნო ვიდეოში თქვენთვის სალამს გადავცემ. კომენტარებში თქვენი სახელი, გვარი, ქალაქი ან ქვეყანა დაწერეთ, მეგობრებო. სამ ადამიანს ვარჩევ, მომდევნო ვიდეოში სალამს გადავცემ. და კიდევ მინდა ვიქტორიას შესახებ ერთი განმარტება გავაკეთო. მისი ფეხების ტოკვას მეც ვამჩნევ. პირველად წინა ფეხებზე დაიწყო ტოკვა, შემდეგ უკანა ფეხებზე გადავიდა. ვეტერინართან წავიყვანეთ, მეგობრებო. ნერვული პრობლემაო, ესე გითხრათ, ტესტის ნაკლებს მოგვიტანს. ამის შემდეგ ტესტს შაუტარებ ჩვენს გოგოს, ეხლა ვიქტორიასთვის. მოიცადე ნატაჩა 1 წუთით ლამაზო. 1 წუთით. ვიქტორიასთვის ანტიბიოტიკებით მკურნალობა დავიწყეთ. B ვიტამინის დანამატები დავიწყეთ. C ვიტამინის დანამატები დავიწყეთ. ინშალა გოგოს სერიოზული პრობლემა არ ექნება. ეხლა მართლა ძალიან უჭირს სიარული, ნახე ეხლა. ვიქტორია, მოდი. ვიქტორია, მოდი შვილო. მოდი ლამაზო. მოიცადე ნატაჩა, მოიცადე, ეგრევე გათამამდი შვილო, მოიცადე. დაიცადე, 1 წუთი შვილო, მაგრამ კარგი. ნახეთ, ხედავთ? მარცხენა უკანა ფეხი შიგნით მიდის. თავიდან ეს წინა მხარეს დაიწყო, მერე უკანა ფეხზე გადავიდა. თვეთმაქნას დისტემპერი არ იყოს, მეგობრებო. ეხლა ჩვენს ვეტერინარს რამდენიმე ტესტის ჩატარება უნდა, ტესტის ნაკრებებს მოიტანს, ამის შემდეგ ტესტებს შაუტარებთ. ასე მითხრა ამ წუთას. მისგან პასუხს ველოდები. რამდენიმე წამალი დაგვიწერა, მათ ვიყენებთ, იმედია ჩვენი გოგო კარგად იქნება, რადგან ასე დანახვა ძალიან დგენს გულს. და მე ვიქტორია ძალიან მიყვარს ძმაო, ნახე. ვიქტორია მაგალითად მე ფერმიდან რომ მივდიოდი და ვბრუნდებოდი, კართან ყოველთვის მელოდებოდა, სუცუნებდა და ტიროდა. ძალიან არის ჩემზე მიჯაჭვული, ძალიან უყვარვარ. გააზრეთ? ნახეთ, ადგომისას ძალიან უჭირს. რამდენჯერმე მე თვითონ ჩავკეტე. ამჯერად რო ჩავკეტე, ფეხი უფრო მეტად ტკივა, სულ უფრო ებლოკება. ჩემი აზრით ცოტა სიარული უკეთესია. ღმერთმა ქნას დისტემპერი არ იყოს, მაგაზე ძალიან მეშინია, თვალებში ცოტა გამონადენი აქვს. ფეხებშიც აქვს კრუნჩხები, თუ ასეა ძალიან დიდ პრობლემაში ჩავარდებით. იმიტომ რომ უკვე გითხარით, მაგის მკურნალობა არ არსებობს. ასე ნერვულ დაზიანებას ტოვებს ცხოველებში. რა თქმა უნდა, ტესტის გარეშე ვერ გავიგებთ რა ხდება. მოიცადე, ჯეკი, არ მიხვიდე ახლოს. რა თქმა უნდა, ტესტების გარეშე ვერ გავიგებთ რა ხდება, მეგობრებო. ღმერთმა ქნას, ჩვენი გოგო კარგად იყოს, თქვენც ილოცეთ, იმიტომ რომ ასე დანახვა ძალიან დგენს გულს. ცხოველი ჯანმრთელი იყო და უცებ დაიწყო ხოხვა. ანუ უკანა ფეხები საერთოდ ვეღარ იმაგრებს. ცოტა სუნთქვის პრობლემაც აქვს. ძმაო, როცა რამე ხდება, ყველაფერი ერთად მოდის. ჩვენთან სულ ასეა, ხედავთ ხო? ამ პერიოდში რაც პრობლემაა, ყველაფერი ერთად მოდის. მართლა ძალიან დავიღალე, მეგობრებო. იმედია სხვებსაც იგივე მდგომარეობა არ შეგვემთხვევა. ლოცულობ, რომ ვიქტორიაც გადავარჩინოთ. თქვენც გთხოვთ, ილოცეთ, მეგობრებო. მოდი, ნახე.
კარლოსთან წავიდეთ. კარლოს. საყვარელო ვაჟკაცო, სად ხარ? მაშალლა, ჩემი ვაჟკაცი ბიჭი. მაშალლა, ჩემი ვაჟკაცი ბიჭი. მივაჟკაცი ბიჭი. კარლოსის გვერდითაც ეხლა წასვლის მეშინია, ნახეთ. იცით ეს ნამდვილი ურჩხული ბავშვია. კარლოსი, ჩემი სიმპათიური ვაჟი. დიდი მადლობა ღმერთს. ბევრს ლოცულობდი, ღმერთმა შვილი დაგვიბრუნა. კარლოსის მდგომარეობა ახლა კარგია, მეგობრებო. კარგი, გაჩერდი. გაჩერდი, შვილო, გაჩერდი. გაჩერდი, არ შეიძლება, გაჩერდი, ბიჭო. ბიჭო. გაჩერდი, ბიჭო. ჰეი. ნელა, კარგი, დამშვიდი. შენთან თამაშს არავინ არ თამაშობს, ბიჭო. თავი პატარა რაღაცა არ ჩათვალო. გესმის? შენს დანახვაზე ყველა შიშობს, კარლოს. შენ უკვე დიდი ბიჭი ხარ. შენთან თამაში აღარ შეიძლება. ჩემი ლომი ვაჟი. აჰა, ბონჯუკიც მოდის, მეგობარო. ბონჯუკი შენთან ერთად მოდის? ბონჯუკიც ამბობსო, ძაღლები თქვენ სიმაღლეზე არიან. დაივიწყე, ახტები და გააკეთებ, ნუ ინერვიულებ. კარგი, არ შეეხოთ ბონჯუკს, გაჩერდით. ეხა მეგობრებო, კარლოსის მდგომარეობაში დიდი ცვლილება არის. შვილო, რატო? ბონდის ჯორ. ძალიან გამხდარია. ეს სხვათა შორის მისი წონაში მომატებული მდგომარეობაა. მე ის დიდი ხანია არ მიჩვენებია თქვენთვის. საოცრად გამხდარი იყო. ცვლილები გამოუჩნდა, მაგრამ ეხლა მადლობა ღმერთს უკეთესადაა. ცოტა კიდე მოიმატა. ვიფიქრე, ეხლა რომ უკეთა ვიდეო გადავიღო მასთან ერთად მეთქი. მოიცადე, ჩემო ლომო, მოიცადე. კარგი შვილო. მოიცადე. იმდენი იწვალა ხო ხედავ. ნელა. ამასთან გამკლავება ძალიან რთულია ძმაო. მართლა ძალიან რთულია. ფჩხილებიც კატასავით აქვს. ჩემო ლომო, მაშალლა, ჩემი შვილი. ჩემი სიმპათიური შვილი. ისევ შეხედე ჩემს ხელებს, ყველგან ერწყვია, ყველგან. ცოტა გაგასეირნებ. გინდა გაგაცნო ვანდამა. ვანდამა მაზლუმის ნაწილი დაამტვრია შვილო. ერთი გოგო მასთან. კარგი, ნელა. ბაჭი, ერთადერთი ძაღლი რომელსაც მეშინია ესა, ნახე? ჰექტორიც კი არა ეს. ძმაო, საერთოდ ძალის ბალანსი არ აქვს, ნახე? გაჩერდი, კაცო, გაჩერდი. არა. დაიცადე. გაჩერდი. დაიცადე, კარგი შვილო, კარგი. როგორც ჩანს, სულ დაგვასველე, შეხედე აქ. გაჩერდი. სულია თავის ტკივილია, გეფიცები. ამის გვერდით დედეც ვერაფერია. დედე ასე მაინც არნებს, აი ეს კი, ეს. კარგი. კარგი, მაგრამ ძალიან უყვარდი ძმაო, ნახე. ხო ვამშინებთ არა ბიჭო? ძალიან არის ამ ბავშვი ჩემზე მიჯაჭვული, ძალიან. საბელი ავიღოთ ბიჭო, გაგასეირნებ ეხლა. მოიცადე. მაგრამ წესიერად მოიქეცი. მეც კი სახეზე ნერწყვი მომხვდათ, ხო რა? რა პირი გაქვს წყაროსავითა? დაიცადე. ბიჭო, დაიცადე. იმ საბელს ავიღე პაკეტად. დაიცადე. სულ გამომფიტა. ჩემს სხეულზე ხა ისეთი ადგილი აღარ დარჩა, სადაც ნაკაწრი არ მაქვს. მოიცადე, ნახოთ. კარლოს, მადლობა ღმერთს, აღარაფერი სჭირს. ხედავ რა ენერგია აქვს კაცს. წინ გადაიგეთ. ძალიან დაუძრურებული იყო, ენერგია არ ჰქონდა, საჭმელს არ ჭამდა, სულ მოწყენილი იყო იმ ბოლო დროს. ეხლა კი მადლობა ღმერთს, ძალიან ბევრი ვიწვალე მასზე. და ეხლა კარგადაა, ცოტა გაიზარდა კიდეც. ცოტა გაიზარდა, ეხლა მხოლოდ ცოტა წონის მომატება გჭირდება მისთვის. მოდი კარლოსი მოიყვანე. დაუბრუნოთ მას თავდაჯერებულობა. კარგი, ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ნახოთ. დაიცადე, კაცო, დაიცადე. შენ რა ყოფილ ხარ რა? ბძოლა გინდა ხო? მზე გინდა? რადაო? ამას მის ენაზე უნდა ეთამაშო, თორე ამას სიტყვა არ ესმის. ამას მის ენაზე უნდა მიუდგე. შვილო, მოусმინე, მეც ფალავანი ვარ, რა? გესმის? ჩემს ფეხქვეშ მოგიქცევ. ო, გასაგებია. დაიცადე, აი ბონჯუკი მოდის. დაიცადე, ბონჯუკს არაფერი უთხრა, დაიცადე. ბონჯუკ, დასაკეთებ. ბონჯუკიც ეხლა კიდ დაარტყამს. ასიე, მოდი აქ. არ გააწვალოთ ბონჯუკი. ბონჯუკის ეს სიმამაცე მაგიჟებს. კარლოს უყურებს, ნახე? თქვენ როგორ ფიქრობთ, კარლოსი უფრო ძლიერია თუ ბონჯუკი? პრინცესაც კი გაურბის მას, ნახე? დაიცადე, შვილო, მოდი აქ. მოდი. უნდა მოვაცილოთ ამაზე ყურადღება. ძალა არ ყოფნის, ძალა. ფიცვდებ, ძალა არ ყოფნის, მოდი. მოდი ფეხთა. კაცო, რო არ ეთქვა სუნთქვა ორ წუთში დავჩებოდი.
ამის გასასეირნებლად მთელი ძალა უნდა მოვიკრიბო ძმაო. კაცო, ბონჯუკი აქ არ მოიყვანოთ. პრინცესა. არ შეეხოთ ამას. ძმაო, ესეც ბონჯუკზე ჩაციკლულა. დაიცადე შვილო, დაიცადე. 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 ძმაო, ბონჯუკიც შენს ყვალდაკვალდადის. ბონჯუკ შენ არ მოხვიდე ბიჭო, არ მოხვიდე. მეტა ვიცით შეგუყანა შიგნით. ეხლა ხელს გვიშლის. იცადე კარლოს. ბონჯუკს ნუ შეეხები. არა ძმა, ეს თხებს ესხვის თავს. კარლოსი ოდესმე გავაცანით თხებს მეგობრებო. კომენტარებში დაწერეთ, ვერ გავიხსენე ეხლა. იკეტება და თხაზე ბონჯუკს ესხმის თავს. დაიცადე. კარგი, მოიცადე. დამშვიდი. შეხედე აქ, რა? გაჩერდი. მოდი აქ. ბონჯუკ თხოვ, ნუ შემოხვალ, კარგი? მოდი. ძმაკაც თავდაჯერებულობა არ აკლია. თავისი ძველი მდგომარეობიდანაც უკეთესია, ჩემი აზრით. ფილს ვძებ, თავისი ძველი მდგომარეობიდანაც უკეთესია. მოდი მარასთან. დაიცადე, მარაზი უკვე აგზნება სიცხავს, ერთი წუთი. მარაზი არ მიუშვათ ახლოს. ისე ჩანს თითქოს უკვე გამოსულა. კარგი. კარლოს აპოლოები საერთოდ არ აინტერესებდა. მაშალა, ეს ჩემი ბიჭია. საერთოდ არა. ლომო. ქალი ისმაილი საკუთარი შვილი. მოდი მაშინ ვანდამთან მივიდეთ. კარგი. აი კიდე ისინი არ დაიძინო, ხიზლად იყავი. შენ მათ არ მოусმინო შვილო. დაიცადე. ამით ვიდეოს გადაღება ძალიან რთულია ძმაო. ფიცვდებ, ძალიან რთულია. ჯამი წავიდა. არა. კარგი ესკობარ, დამშვიდი. დამშვიდი პაშა. მოდი აქ რენესთან ერთად ვანდამთან მიგიყვანოთ. რენე შეხედე, მის გვერდით სულ პატარა დარჩი. შენ ძმა თხებზეა გადართული, ძაღლებს საერთოდ არ აქცევს ყურადღებას. გონება სულ თხებზე აქვს. ფშტ, ჰეი. დაიცადე. დაიცადე. რეინა, ნახე? ეგრევე დაეცა, უბედურება დაემართა რეინა, ემართა რეინა. კარგი, გაჩერდი, რეინასთან რაღაც წავიდეთ. ვანდამთან წავიდეთ. ვანდამ, იქ როგორ გააღწიე, ბიჭო? ჭაჭვი დაუმოკლებია იქ. ქვემოდან გაულია, ნახე. ვანდამი დაესხმება კარლოს. გადი დამი. მოდი, ნახე კარლოს, მოდი. ნახე დამ. არა. დაესხმები. საერთოდ გავწერ. საერთოდ. ვანდამი ამ დღიდანვე შეტევაზე გადადის. ვერ შევაკავებთ და რისკზე ნუ წავალთ. ანუ ამას მივხვდი. კარლოსი ძაღლებთან უფრო კარგად შეეცვა. ხოლო თხებზე აქვს პრობლემა, ნახე? ამ წუთას სულ თხებზე ფიქრობს და მათზე თავდასხმა უნდა. ძაღლებთან კარგადაა. შეამჩნიეთ, ხო ასეა? კარგი, ახალგაზრდებო, დავშვიდით. ელექტრონთან მივიყვანოთ. მოდი ნახოთ. მოდი კარლოს. მოდი რა. ნახე, არც ერთ ძაღლს ყურადღებას არ აქცევს, ძმაო. რა? ცოტა წავაქეზო. კარგი. კარგი. კარგი, მოდი. რომ ისეს გონს მოვიდა. დამშვიდ. დაიცადე, კარგი, ხა უკან დაიხიეთ, მოდი. მოდი. კარგი ფაშა, კარგი ფაშა. მისი გონება ახლა თხებზეა დარჩენილი, ხო იცი? ის ამას არ აკეთებს, ზარლებს ყურადღებას არ აქცევს. არ აქცევს. როცა გაზი მივეცით, გონს მოვიდა. მოусმინოთ, სკაიას რამეს ეტყვის. ნახე, სკაიას, აპოლოს ან მარაზას არაფერი უთქვამს. საინტერესოა. ვითხოვდი, რომ მათ კონკურენტებად არ აღიქვას. აი იმ ელექტრონზე რომ მიიტანა იერიში. ეს ცოტა გამიკვირდა. მოდი უკან წავიდეთ, მოდი. შუშლუჰანიმი, მოდი აუზში შევიდა, ნახე მეგობრებო. კარლოს,
შენც შევა? ამ სიცივეში არ შეხვიდე ბიჭო. კარლოს. მოდი ის წყალი არ დალიო, მოდი. მოდი ის წყალი ბინძურია, მოდი. მოდი ის ბგარი წყალია, მოდი პაშა, მოდი. მოდი ჩემი ლომო. ესენი აუში შევიდნენ, ხო? ღმერთს გეფიცები აუზი აღარ დარჩა, ხედავ? კარავი და ყველაფერი დაანგრიეს აქ. საფხურში ძალიან კარგი გამختარა. მოდი ის წყალი არ დალიო, პაშა. მოდი, მოდი. ცოტა ხანში დალევ, ეხლა მოდი. მოდი ფაისალთან მიგიყვან. ვა, ფაისალ ბაბა, როგორ ხარ, ჩემო ლომო? ფაისალის ფჩილებს თუ არაფერი შეეშალა, დღეს ან ხვალ დაუჭრით მეგობრებო. თუ რამე არ მოხდა. თორე შემდეგ კვირას გადავა. ველოდები ნალბან ციმიდო. მეც ხედავ რომ ფჩილები ძალიან გაზრდილია. ვერალ ზნობს თავს კომფორტულად. იმედია დღეს ახვალ მოვაჭრევინებთ. კარლოს შეხედე, ფაისალივით, კარგია? ფაისალ, მოდი შვილო. ფაისალის ყურადღება მაინც კარლოსზეა, შეხედე. მოდი არ გაიცე, მოდი. კარლოს ჩქვიანად, მოდი. მოდი ბიჭო. ფაისალი ადრე. უფრო სხვანაირი იყო მაშინ. ყოველთვის ჩვენს ხმას უსმენდა, ჩვენთან მოდიოდა. ასეთი ნატაშამ გახადა. ცხოველს დევნის. ყველაფრის ეშინია უკვე. ის ნატაშაა, ხო იცი? ესკობართან ერთად. მაგიჟებენ რა. მოდი აბა ასია ხანუმთანაც მივიდეთ, მეგობრებო. დღეს მე კარლოს არ ვასეირნებ, კარლოს იმას ეირნებს. ალბათ ძალიან ძლიერად ქაჩავს. გაჩერდი. ოკეი. მოდი. გაჩერდი ბიჭო. მოდი. გაგიჟებენ მართლა. მოდი ასიასთან. მაინტერესებს. ისევ იმავე აგრესიას გამოავლეს ასიას მიმართ. მოდი ასია. მაგრამ ასია საერთოდ არ ერევა ძმაო. ნელ-ნელა მიდის კარლოსი ძმაო. ალბათ იცის რომ ის დაესხმება ამიტომაც. ასია, მოდი აქ, ლამაზო. ნახე. დაიცადე, დამშვიდი. დამშვიდი კარლოს. დაიცადე. აილებს. კარგი შვილო, კარგი შვილო. არა, მოდი, ნუ აიძულეთ, მოდი დაუბრუნდეთ, მოდი. მოდი. ამით აი ასია საქმეს გააკეთებ, ხო იცი? ორივეც გიგანტივითა. მათ წინაც და ცალ-ცალკე ორივეს კანე კორსუს ძალა აქვს. ამასთან ერთად ანატოლიური ნაგაზის ძალაც გამოვა. თუ ამ ორს გააჯვარებ, იცი რა ლეკვი გამოვა. მახსოვს. მე ამას ადრე არ ვაკეთებდი, მაგრამ ძალიან მაგარ ლეკვებს აძლევს. ადრე თავის დროზე დაისთანაც და მარლასთანაც შევაჯვავე, ხო, ასე. რა ლეკვები გამოვიდა, მაშალა. ბონჯუკი. მოდი ეგ ეს თქვენი ცხვარია. ბონჯუკი ხო? ბონჯუკი ტელევიზორის სიმღერა არა? ბონჯუკი. ჩემი სიმპათიური ბიჭი. ეს თქვენი ახალი წყემსი ძაღლია. არც მგელი, არც სხვა რამე, აღარ მოგეკარება ჩემო ლომო, გაიგე? ეს დაგიცავთ, მაგრამ ყველაზე დიდი ზიანი აქედან მოდის. მე შენს გვერდით ვარ. დაგესხმება ძმაო, დაგესხმება, მოიცადე. შვიდად. ბონჯუკსაც თავის მხრივ აქვს თავდაჯერებულობა. თვალს დაადგამს მას. თქვენი სიმაღლე აქამდეა, ამას ვამჩნევთ. ბონჯუკში თავდაჯერებულობას ხედავ. ეს ჯერ კიდევ პატარაა, გაიზრდება და ძალიან ძლიერი იქნება. ალბათ აქ. ბაღში რქას რო იპოვოს, ძაღლი არ დატოვებს. თუ ნეკობაში ასეთიაო, გაიზრდება და მაშალა. აპოლოს რო გაუკეთე, დაგენახათ, რასაც ვამბობ, გაიგებდით. ნახე, მოიცადე. ღმერთო. ნელა. ხალხი, არ შეეხოთ ნახო. კარგი. შვიდად. კარგი მეგობრებო, დღესაც გადავწყვიტე რომ კარლოსი გაჩვენოთ. შენს ბიჭს მაშალა არ დააკლო თვალი, არ ეცეს, როგორც გითხარით, ცოტა ავად იყო, ეხლა ვცდილობ, კარგად ფორმაში ჩავაკენო. ადამიანს ძალიან არ ვაწუხებ ეხლა შვილო. სულ ძლივს იბრუნებს. გადაიღე. ჩემი ლომი ხარ. 10-იანი შვილი, 10-იანი. ფიჟდები ამ კარლოსზე. ღმერთმა დაიფაროს ის ბოროტი თვალისგან მეგობრებო. კეთილ ადამიანებს ძალიან ვაფასებ. არ დაგავიცდეთ ვიდეოს მოწონება და არსზე გამოწერა. კარგად იყავით ნახვამდის. ესენ ის არხს გამოიწერეთ.